დავიწყოთ იქიდან პატარა ექსკურსი გავაკეთოთ რა მოხდა ბოლო 3 თვეში. რომ კარგად გადავიდეთ იმ განწყობებზე, რაც არის შეერთებულ შტატებში და ევროპაში და კერძოდ ჩვენთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ესე იგი, პირველი 26 ოქტომბერს ჩვენ მივიღეთ რუსული სპეცოპერაცია და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ და მისმა ჩატარებულმა არჩევნებმა მიიტაცა ხალხის ხმა. აქვე მინდა ვთქვა და გავახსენო ჩვენ ამორჩეველს და ჩვენ მოქალაქეებს, რომ ჩვენ მოვითხოვეთ იმ საიდენტიფიკაციო მანქანების ამოღება, მივმართეთ ყველა ოლქს, რადგან უარი მივიღეთ, მივმართეთ ყველა სასამართლოს, რადგან უარი მივიღეთ და შესაბამისად ყველაზე დიდი ფაქტობრივი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, არის დღეს დალუქული პროკურატურის მიერ. ამიტომ კიდევ ამას იმიტომ საუბრობ, რომ ვისაც ჯერ კიდევ სადღაც ეჭვი აქვს, რომ გაყალბდა თუ არ გაყალბდა, აჩვენე მოქალაქეებს და მოსახლეობას, რომ ის ჩატვირთული სიები, რომელსაც ძლიერი საქართველო ითხოვდა პირველივე დღიდანვე, როგორც კი არჩევნები, ესე ვთქვათ, გაყალბდა, გამოემგზავრებინათ და დავწუნებოდით, რომ ესე ვთქვათ, სამწუხაროდ დღეს ეს ყველაფერი იცით, ესე ვთქვათ, არის დალუქული. ამის მერე მოხდა შემდეგი, რომ საქართველოს უარი თქვა ევროკავშირის წევრობის მიმართულებით მოძრაობაზე და ეს მოლაპარაკება გააჩერა. ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული პარტნიორის ხელშეკრულების გაჩერება შეერთებულ შტატებთან და პრაქტიკულად ბოლო ამ 3 თვის განმავლობაში მივიღეთ სიტუაცია, სადაც საქართველოს არის სრულად იზოლირებული იმ სამყაროსგან, რომლისგანაც მიისწრაფოდა ქართველი ერი არა მარტო 35 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, არამედ მთელი მისი ისტორიის მანძილზე. და ეს მოხდა მიზანმიმართულად, მოხდა ძალიან სწრაფად და პრაქტიკულად მივიღეთ სისტემა ამ დროს ქვეყნის შიგნით, სადაც ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ესე ვთქვათ, თავისი ძალა დაამყარა პოლიციაზე, უკვე კრიმინალურ შერეულ, ასე ვთქვათ, სამსახურებზე, ნიღბიან ადამიანებზე და დაიწყო ნამდვილად გულწრფელი პროტესტის ჩახშობა და შედეგად გვაქვს 500 უკვე მეტი დაჭერილი, ყავს 400-ზე მეტი დასახიჩრებული ადამიანი, მათზე დარწმუნებულია, რომ ეხლაც მიდის ზეწოლა ციხეში, სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მარტო მზია ამაღლობელის, ასე ვთქვათ, მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს მე წავიკითხე რეზო თაბუკაშვილის ძალიან მოკლე, კარგი განმარტება, რომ თუ ბოდიში არის დამოკიდებული მზია ამაღლობელის განთავისუფლება, მაშინ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში არ ვართ. ეს არის, თუ ბოდიშის თქმა შველის, ასე ვთქვათ, კანონის ცვლილებას. მით უმეტეს რეზო თაბუკაშვილის ამ განცხადებას უფრო მორალური ქვეტექსტი კიდევ უფრო მეტად რა თქმა უნდა, ეხლა მე ყველა შიგნით ქალს როცა ამას თხოვსო სისტემა რა თქმა უნდა. ამიტომ რეალურად დღეს მე მაშინაც ვქვი და ეხაც მინდა გავიმეორო, გამარჯვების ფორმულა რა თქმა უნდა მეწილად არის საქართველოში, მეწილად არის და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროტესტს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიანობის ჩვენებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და გულისხმობ არა მარტო პოლიტიკურ აქტორებს, არამედ გულისხმობ ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს და იმ ახლად შექმნილ ორგანიზაციებს თუ გაერთიანებებს, ქუჩაში მდგომ ადამიანებს, იმ პოლიტპატიმრებს, ყველას ერთობა დღეს საჭირო, რომ ჩვენ მთელ სოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო ვერ შეეგუება იზოლაციას, საქართველო ვერ და არ გადაუხვევს ევროპულ გზას და ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე. ამიტომ რაც შეეხება შეერთებულ შტატებს. მეტი კონკრეტიკისკენ წავიდეთ, ჯერ შეერთებულ შტატებს შევეშვათ. საქართველოს პირ თქვენ ახსენეთ ერთიანობა. როდესაც ჩვენ ერთიანობაზე ვლაპარაკობ და პოლიტიკური პროცესზე, პირველ რიგში ჩვენ ტელემაყურებლის წარმოსახვაში ჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, შემდეგ უარი თქვეს მანდატებზე და ასე შემდეგ. მაგნაწილსაც მიუბრუნდებით თქვენს საგანგებო განცხადებას, რომელიც პარასკევს გააკეთეთ. მაგრამ როგორ შეაფასებდით პოლიტიკური პარტიების როლს?
მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის როლს, მის მისიას, მისი აქტივობის ხარისხს ამ სიტუაციაში ქვეყნის შიგნით. რა შეგვიძლია ვთქვათ თვითკრიტიკული პოლიტიკურ პროცესში პარტიების კოორდინაციის ხარისხთან დაკავშირებით და ხომ არ ეჭვიანობთ გარკვეულწილად უკვე ჩამოყალიბებული დავარქოთ ამას ტრადიციული პარტიები ან თქვენ ყოველ შემთხვევაში, როდესაც სულ უფრო მეტი კრიტიკული ტონები და მოწოდებები ისმის ახალი ტიპის ახალი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებების დაფუძნებაზე და მოლოდინზე რომ ახალი სახეები განსაკუთრებით ამ საპროტესტო მოძრაობებში ჩართული ადამიანების აქტიურად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესში. დავიწყებ მეორე ნაწილით, არანაირი ეჭვიანობა, პირიქით მივესალმები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გაერთიანება, ნებისმიერ ტიპის გაერთიანება, რომელიც საბოლოო მიზნად მიგვიყვანს, არის აუცილებელი. და მე მივესალმები ყველა იმ ორგანიზაციას თუ ახლა ჩამოყალიბებულ გაერთიანებას თუ ალიანს, რომელიც ამ გზაზე ძალების გაერთიანებას მე არ ვთვლი რომ ისინი ჩვენი კონკურენტები არიან, პირიქით მე ვთვლი რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, ძალიან ბევრი მეგობარია პირდაპირ მინდა გითხრა და თანამოაზრე ამ ასე ვთქვათ გაერთიანებაში, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, არა მარტო ადამიანური, არამედ სხვა ტიპის და მე მივესალმები ამას. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან კარგი საქმე. რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის და საერთოდ პოლიტიკური პარტიების ერთიანობას, თქვენ იცით რომ მე ვიყავ ერთ-ერთი პირველი, თუ ერთ-ერთი კი არა პირველი, ვინც თქვა, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და 4 პოლიტიკური პარტიის ბაზაზე, იმ დეპუტატების ბაზაზე, ვისაც ქართულმა ხალხმა მიცა ხმა, უნდა ჩამოყალიბდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და ამ პოლიტიკური ცენტრის ამ 4 პარტიის დამატებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა იყოს ერთი დიდი ფრონტი. იმიტომ რომ დღეს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. უბრალოდ დღეს მივიღეთ სიტუაცია, რომ ჩვენ მხოლოდ ორჯერ მოვახერხეთ მსგავსი შეკრების ორგანიზება, თქვენ გახსოვთ პირველზე თავდასხმა იყო ქართული ოცნების ტიტუშკების მხრიდან მარიოტში, კორტიარდ მარიოტში, მეორე ჩავატარეთ დიდუბის საგამოფენო სივრცეში და გაცილებით ორგანიზებულად იქ, ესე ვთქვათ, მანიფესტიც მივიღეთ და უკვე რაღაცას ემსგავსებოდა ეს პროცესი, ანუ დიალოგი წავიდა, მაგრამ დღეს სიტუაცია გვაქვს შემდეგი, რომ დღეს სამი პარტია, რომელიც პარლამენტში ფლობს მანდატებს, ჩაეხსნა არალეგიტიმურ პარლამენტს, ჩაეხსნა მთლიანად სიებით, მანდატებით და არანაირი შანსი არ დაუტოვა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი განცხადებები, ჩემი განცხადებაც პირადი განცხადება იწყებოდა ესე ეგრეთ წოდებულ თვითმარქვია პარლამენტის ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარეს. განცხადება რომელიც წარადგინეთ და მინდა გითხრათ, რომ აი ამ განცხადებას მიცეს პრაქტიკულად რატიფიკაცია. დაეთანხმნენ ამ მოცემულობას. ანუ პროტესტიც კი არ გამოუთქვამთ, რომ ახალი განცხადება დაწერეთ. ჩვენ ვართ ლეგიტიმური, დაეთანხმნენ, რომ მე არჩეული და ჩემი თანაგუნდელებელი არჩეული დეპუტატები მივმართავთ არალეგიტიმურ პარლამენტის ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარეს. და ეს განცხადება დაგვიკვაყოფილეს. დაგვიკვაყოფილეს ძალიან გვიან, იმიტომ რომ ეს უნდა მოხდარიყო მაშინ, როცა პირველი სესია იყო შემოდგომაზე. აქვე გაგახსენებთ, რომ ყოველგვარი თანამდებობაზე დანიშვნის გარეშე ბატონ ღარიბაშვილს მოუხსნეს დეპუტატის მანდატი. კი, პირველი ეს ჩვენ არ მოგვიხსნეს. აიტყობა რაღაცას ფიქრობდნენ. ეხლა დღეს სიტუაცია სხვანაირია. არა, კონდათ მოლოდინი ჩვენ გვაქვს კობახიძის და სხვების განცხადებები, სხვათა შორის რომელიც შეიძლება მთლად უსაფუძვლოც არ ყოფილიყო გარკვეული უახლეს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც ასევე იყო განცხადებები გაკეთებული 2020 წელს და შემდეგ ის პარლამენტის შემადგენლობით ოპოზიციური ნაწილით შედგა, ასე ვთქვათ, არა? მაგრამ ამჯერად ეს ასე არ მოხდა. თუმცა ჩემი კითხვა უკავშირდება იმის ახსნას საზოგადოებისთვის, გახარიას საქართველოსთვის დეპუტაციის წარმომადგენლობისათვის მაისში უკვე რეგლამენტით გათვალისწინებული გამოუცხადებლობის გამო ავტომატურად უფლებამოსილების შეწყვეტა რას ცვლის, რატომ არის საჭირო დაჩქარებული წესით, ისევე როგორც თქვენ გაიარეთ ეს გზა, რომ მანამდე მოხდეს ეს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველა პარტიას თავის გზა აქვს, მაგრამ როცა და არანაირი სურვილი არ მაქვს რომელიმე პარტიის, ასე ვთქვათ, ტაქტიკაში ან სტრატეგიაში ჩავერიო, მაგრამ როცა საუბარია საერთო მიზნის მიღწევაზე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტნაკლებად კოორდინირებული მუშაობა. ეხლა მე მინდა აგიხსნათ ეს სიტუაცია. დღეს საქართველოს პარლამენტში 101 დეპუტატია წარმოდგენილი. 99 დეპუტატს, რომელიც გააჩნია ქართულ ოცნებას, არის ძალიან უნარ შეზღუდული.
უნაროა, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გატანა. მე მოვისმინე არგუმენტი, რომ ბოიკოტშია, ესე თქვათ, გახარიას პარტია და შესაბამისად მათ არ აქვთ სურვილი მიმართონ მათი უფლებამოსილების შეწყვეტაზე ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს. მაისში იგივე ამ არალეგიტიმურმა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტმა უნდა გაუუქმოს მათ მანდატები, ეს ნიშნავს, რომ არაფერი აქ არ იცვლება. ამავე დროს მოვისმინე, ანუ მაინც ის მხარე წყვიტავს მათ ბედს პარლამენტში. ამავე დროს მოვისმინე არგუმენტი იმუნიტეტთან დაკავშირებით. მე ცოტა ეს არ მიმაჩნია სწორად, როცა ჩვენ ყველა მოვიხსენით იმუნიტეტი და ამ ბრძოლაში ვართ ყოველგვარი, ესე თქვათ, თავდაცვის პოლიტიკური თავდაცვის გარეშე. მე მინდა ჩემი кейსიც გაგახსენოთ, როცა სასამართლოს ხდომამდე მოვიხსენე მე იმუნიტეტი და გამოვედი პარლამენტი და როცა ფულის გაეთრებაზე, ესე თქვათ, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. 9 წლიან პატიმრობაზე თქვენ გახსოვთ ეს ამბავი. აქვე მინდა გითხრათ, რომ არის შეიძლება დაფინანსების საკითხი, შეიძლება ეს იყოს მიზეზი, მაგრამ როცა ესეთ ბრძოლაში ხარ, უნდა აწონო დაფინანსება 100,000 ლარი თვეში და ქვეყნის ბედი სად იქნება ქვეყანა მომავალში. და ყველაზე მთავარი, სიების არ ჩახსნა. თუ სიები ჩახსნილი არ არის, ეს ნიშნავს, რომ თუ მაისში 12 მათ მიერ 12 დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაატოვებინებენ პარლამენტს, ახალი 12 შემოვა. და რას ვეუბნებით ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას, როცა ვლაპარაკობთ რომ ოპოზიცია არის ერთი, როცა ვამბობთ რომ ეს არის არალეგიტიმური მთავრობა, რეალურად ჩვენ ვამბობთ რომ რეალურად 101 დეპუტატია დღეს სიაში პარლამენტში და ეხლა აღარ მინდა უფრო დეტალებში წავიდე, ვინ გადაწყვიტავს ეხლა იქ 2-3 თუ იტყვის რომ ეხლა საჭიროა ჩემი შესვლა, იმიტომ რომ 90 მანდატი რაღაცებს წყვიტავს, სხვათა შორის და ამიტომ ჩვენ იქ დავრჩებით. ამიტომ ჩვენ ეს ამოუხსნელი ამბავია, მინდა გითხრათ, როცა ამას ვლაპარაკობ, მხოლოდ მამოძრავებს ჩვენი საბოლოო მიზანი, როგორ მივახცევთ საბოლოო მიზანს. ესე საბოლოო მიზანს ვერ მივახცევთ, იმიტომ რომ ერთიანობა არ ნიშნავს სხვადასხვა მოცემულობაში მდგომ პარტიების ერთობას. ვიღაცას აქვს, ესე თქვათ, მანდატი და არ იცი რა მოქმედება და რა შედეგი მოყვება მის, ესე თქვათ, ხვალიდან. უბრალოდ არ იცი და თანაჩინე პოლიტიკური სპექტრი ჩვენ ამ შემთხვევაში ძლიერი საქართველოს ხვებიც, ქუჩაში მდგომი ხალხი ვიბრძვით ახალი არჩევნების მისაღწევად, ვივხსნით პოლიტიკურ პატიმრების გათავისუფლებად და უცხოეთში ამ არალეგიტიმური, ესე თქვათ, ხელისუფლების არ აღიარებად, რაც რეალურად მოხდა. ბატონ მამუკა, რა არის მთავარი მიზეზი? მე პირადად შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდობლობა პოლიტიკურ პარტიებს და სამწუხაროდ ლიდერებს შორისაც არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ კოორდინაციის ხარისხიც ქვეყნის შიგნით პროცესებში, თორე საგარეო მეტნაკლებად ამაკმაყოფილებელია და ამიტომაც შედეგებიც დაიდო, რომ აქ არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილის ავტორიტეტი და როლი ამ სიტუაციაში ითამაშებდა აი ამ ნდობის დეფიციტის შემავსებელ რაღაც გარკვეულ წებოს იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერები მიუხედავად ძველი უკმაყოფილებების, წარსულზე განსხვავებული შეხედულებების თუ ასე შემდეგ, მომავლის და დღევანდელი ექსისტენციალური გამოწვევის გარშემო უფრო, ასე ვთქვათ, ერთად დასხდებოდით, ერთად მიიღებდით გადაწყვეტილებებს. რა უნდა მოხდეს? და თუ ვერ ხდება ეს, მაშინ საით უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ ერთობა, ერთიანობა, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, იქცეს რეალობად და მოთხოვნა, რაც არის საზოგადოებაში წინააღმდეგობის მოძრაობაში, მას უპასუხოთ. გიორგი, მე მინდა გაგახსენო და მაყურებელს გავახსენო, რომ თქვენ ეთერში, დილის ეთერში მე ვიყავი, რომელმაც ღიად ყოველგვარი ძალიან არგუმენტირებული და ძალიან საფუძვლიანი, ესე ვთქვათ, იმ დავარქვათ ამ თავდასხმების წარსულში თუ ზარალის თუ უამრავი რაღაცის გამო გადავაბიჯე მე ამას და ხელი გაუწოდე გახარიას, თქვენ გახსოვთ ეს ერთკვირიანი მოლაპარაკებები პრეზიდენტის სასახლეში, მოვილაპარაკეთ წინა დღეს, მეორე დღეს სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა. მე ამის მიუხედავად მე არჩევნების მეორე დღესვე ვარ სულ იმის მომხრე, რომ მოხდეს ერთიანი სტრატეგია, გადადება ყველა პიროვნული ამბების და მე პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ერთ-ერთი რამე მომძრავეს ამ ქვეყანაში, რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ ყველამ ერთად და ამისთვის ზათა ვარ ყველაფერი გავაკეთო. მაგრამ როცა მე და თქვენ აი ამ ბოლო მოცემულობიდან გამომდინარე სხვადასხვა პლატფორმაზე ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გარეთ, ქუჩაში, შოუი არაღებელი,
არაფერი აბსოლუტურად, გარდა იმისა, რომ გულწრფელი პროტესტის გზნობა გაგვაჩნია, რომ არ გვინდა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან არანაირი ასოცირება, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სრულად იზოლაციაში მოაქცია და ამ დროს ხედავ, რომ ერთ-ერთი პარტია მას ეგრეთ წოდებულ ლეგიტიმაციის ნიშნებს აძლევს, იმიტომ რომ იქ არის და არანაირი ჩამკეტი არ აქვს ამ პროცესს, მაშინ აქ ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი ისმევა, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის საქმის კეთება, იმიტომ რომ გარედან ეხლა ჩვენ რასაც საუბრობთ და ამ დეტალებს არავინ არ აქცევს ყურადღებას. გარედან ეს სურათი, დიდი სურათი ჩანს ესე, რამდენი დეპუტატია 150-დან 101. ქართულ ოცნებას რამდენი იყავს? 89. 89 შეუძლია რამის მიღება? ბევრი რაღაც მიღება არ შეუძლია 89-ს. და მეორე 12 ვინ არის? ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია. რატო არ გამოდიან ისინი თუ სამი გამოვიდა? და მე იწყება ბელეტრისტიკა. ამიტომ ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ. მე პირადად ძალიან მკაფიო ვარ ჩემი ამორჩევლის და იმ ხალხის მიერ, ვინც ჩვენ გვენდოდა, თქვენ იცით, რომ ძალიან სერიოზულად გავიზარდეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კი არა, ყველაზე ახალგაზრდა პარტია ვართ, მე მგონი, ვინც სამი არჩევნები გაიარა. ამიტომ კიდევ მეორე, ყველას თავის გზა აქვს. მაგრამ როცა ამ გზაზე დგახარ და მიზანი არის მისაღწევი, იქ ყველამ ამ მიზანს უნდა დაუქვემდებაროს თავისი ამბავი. აი ეს არის და ეს. ბატონო მამუკა, სამწუხარო ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხები იმაზე ზოგადად. მესმის თქვენ რა პრობლემები ჩამოთვალეთ, რაც არის წინაღობა, მათ შორის ნდობის, ჩამოყალიბების და ერთად მუშაობის, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც თქვენი ინიციატივი და არც სალომე ზურაბიშვილის მცდელობით რაიმე ტიპის ლიდერების დონეზე მჭიდრო საკოორდინაციო რგოლი უბრალოდ არ მუშაობს. რატო იქნებ მაგაზეც გავცეთ გიორგი პასუხი. ხო და მე ამ კითხვას ვზუსტავ, რატო? მე მგონი დადგა დრო, იმიტომ რომ ბატონ გახარი ამოდო რომ მე იმასთან არ დავждები და ასე შემდეგ ის პრობლემა ამაში იყო. და მე იქნებ მეც ვკითხოს ვიღაცა მე სიამოვნებდა თუ არა ვიღაცასთან დაждდომა, როცა ქვეყანა იღუპება და ქვეყანა ესე თქვა ამბავშია და როცა ყველამ ჩვენი გადავდეთ უკან და რაღაც ერთიანობაზე საუბრობთ, ვიღაცა უნდა იკითხოს, რომ ესე თქვა ამის დრო არის, ეხლა სასაუბრო მოცემულობა ესეთია. მოცემულობა ესეთია. თუ წინა საარჩევნო კამპანიაში ვართ დღეს და ვიღაცას გონია, რომ ეხლა ეს 4 პარტია კონკურენტები უნდა იყვნენ და ჯობია ქვეყანა გადაიბაროს რუსეთმა და ამის დრო არის ეხლა. ეს სხვა თემაა, მაგრამ როცა საუბრობთ, რომ მოდი ეხლა შენ მომწონხარ შენი წარსულის გამო, თუ ვინმეს რამე აქვს, ჩვენ წარსული არ გვაქვს პოლიტიკური წარსული. თუ იმე თამამად შეუძლია იდგეს ამ სცენაზე, ვარ ჩვენ არანაირი პოლიტიკური წარსული ჩვენ, ესე ვთქვათ, ხელისუფლებაში ყოფნის, რამე ცუდის გაკეთების და ეხლა ორივე პარტიას და ორივე მხარეს იმდენი აქვს ცუდი გაკეთებული, რომ ეხლა მაგაზე საუბარი იმდენჯერ არის ეს ნალაპარაკი, მაგაზე საუბარიც არც მინდა. გასაგები. მაგრამ ფაქტი არის ესე. ფაქტი არის ეს. და მე მინდა გითხრათ აქვე დავამთავრებ ამ თემას. მე ამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის იდეის შესახებ შეერთებულ შტატებში გქონდა საუბარი. და ეს იდეა მოიწონეს. და რატო მოიწონეს? იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ერთი სხეული, ისევე როგორც მე მოვიწონე გუშინდელი, ესე ვთქვათ, რაღაც, ესე ვთქვათ, ძალიან საინტერესო ადამიანების შეკრება. დიდ, ესე ვთქვათ, პრიზმაში შეერთებულ შტატებიდან ხედავენ, რომ 4 პოლიტიკური პარტია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთ ოთახში შედიან, ერთ დარბაზში შედიან და ერთი რაღაცა პლატფორმით და ერთი რაღაც ბრძოლის გეგმით გამოდიან და იქ არავის არ აინტერესებს, ვინ ვისთან დაждდება და ვინ ვისთან არ დაждდება. მაგრამ დღეს მოცემულობა აიჭრა, რეალურად აიჭრა და ეხლა ამ უნდა დაბრუნდეს ამ პოზიციაში ეს ყველაფერი და პრეზიდენტიც უნდა იყოს ამის ნაწილი. იმიტომ რომ პრეზიდენტის ლეგიტიმურობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი რას ნიშნავს, სიტყვა პრეზიდენტი გამაერთიანებელს ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილმა დაშალა და აპირისპირა ხალხი. და ჩვენ ყავს პრეზიდენტი, რომელმაც უნდა გააერთიანოს და მოცემულობა ესეთია და მე მგონი ვისაც კითხავთ თქვენ სერიოზულ პოლიტიკოსს, კონგრესმენი იქნება თუ ანალიტიკოსი შეერთებულ შტატებში, ყველა გეტყვით, რომ პოლიტიკური პარტიების გარეშე, რომლის უკან ამომრჩეველი დგას, არანაირ ქმედებას აზრი არ აქვს და ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ რაღაც 5 წლის წინადელ არჩევნებზე, 3 თვის წინათ მიცა ამ ხალხმა, ამ 4 პოლიტიკურ პარტიას და თავის დროზე პრეზიდენტს თავისი მანდატი. ამიტომ სხვა შანსი ჩვენ თუ გვინდა რომ მონოლითურობა ვაჩვენოთ, იდეის მონოლითურობა, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ამ რუსულ ექსპანსიაზე. ეს ბევრ ადამიანს არ ესმის. ჩვენ ვართ საშიშროების უკვე შევედით იმ ფასაში, სადაც უკვე უკან დასახევი გზა არ აგვაქვს. და მე კიდევ მინდა ძალიან მკაფიოდ თქვა, გიორგი, რომ აქ არ არის ლაპარაკი. ეხლა ამას იმდენი შრემოყობა ეკონომიკური პრობლემა, რომელიც წამოგვეწევა აქეთ, უამრავი ჯაჭვისებური რეაქცია თუ დომინოს რეაქცია, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ეს. ჩვენ თუ სასწრაფოდ არ მივიღეთ ახალი არჩევნები, ქვეყანა აღმოჩნდება აბსოლუტურად სხვა გაერთიანებაში.
და ჩვენი პატრონი არავინ არ იქნება აქ და ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა 2 წელიწადში, რასაც პუტინი აკეთებდა 12 წლის განმავლობაში. ბატონო, სწორედ ამით არის განპირობებული ქვეყანაში გარედან წნეხის გაძლიერების მოთხოვნები. რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, ამბობთ, რომ ჩვენ უკვე ვართ ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე და უკან დასახევი არ არის, ამიტომ ყველაზე მკაცრი მეთოდებით მოქმედებაა საჭირო, პოლიტიკური მეთოდებით იმისთვის, რომ რეჟიმი იძულებული გახდეს პოლიტპატიმრების გამოუშვას, დათანხმდეს ახალი არჩევნებით სამართლიანი პირობების ჩატარებას. ამ პროცესის ნაწილი არის საგარეო წნეხი და სასანქციო პოლიტიკა. არა მარტო. ამ სასანქციო პოლიტიკის ნაწილი არის მათ შორის არა მხოლოდ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც დაიძრა და მოდის ნელ-ნელა, ხო? ამის გამოძახილი იყო სხვა შორის ეს იაპონიაში ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციები და ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი, რის ნიშანია, რა სიგნალია თავად ივანიშვილისთვის, ისევე როგორც ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობებისთვის, როგორც წელია ინგლისურ ტექსტში enabled, ანუ მისი ესე ვთქვათ მკვლევებებისთვის, მათ შორის ბიზნესრების წარმომადგენლებისათვის მკაცრი სანქციების დაწესება. გაუგებრობა გამოიწვია თქვენს მიერ ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ აკეთებულმა განცხადებას, რომ თქვენ ადვოკატირებით ცალკეულ ბიზნესებს თუ ბიზნესმენებს, აი ამის დაზუსტებას ვითხოვნა ზუსტად თქვენგან, რომლებიც ამ სიაში ჩამონათვალ შეიძლება იყვნენ მოხვედრილები, იმიტომ რომ გული შეგტკივათ ქართული ბიზნესებზე. თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად განმარტოთ, რას გულისხმობდით და სინამდვილეში რას ადვოკატირებდით ბიზნესების ნაწილში, სასანქციო პოლიტიკის ნაწილში, თქვენი ამერიკული შეხვედრების. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ვინც მოისმინა ჩემი ინტერვიუ და არა მარტო ის ნაწილი, რომელიც გარკვეულმა ძალებმა, ეხლა აღარ ამას მნიშვნელობა ვინ ამოჭრა ის ნაწილი, მე მგონი ძალიან კაფიოდ საუბრობ, იქ ჩაკითხვაც არისო ბიზნესმენებზე, რომელიც სიაშია. იქ პასუხობ არა, ბიზნესებს. და მე მიდის თქვათ რაღაცა მიმართულება. ეხლა თავიდან მინდა ძალიან კაფიოდ იგივე აზრზე ვარ და აგიხსნით რამოდენიმე მაგალითი. მე მეორე დღეს ძალიან იმ ადამიანებისთვის, რომელიც ემოციურად არიან და ეს რა თქვა და ამიტომ ესე თქვათ თურმე იქ ჩასული ვარ, რომ ვიღაცა დავიცვა. პირველი ბიზნესების ან ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ ხარება იქნება თუ ესე თქვათ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც სიაში ხვდება, ეს არ არის ერთი კვირის, ორი კვირის, ან თქვენ იცით, თუნდაც თვეების თემა. ეს არის სკრუტინული სამუშაო, რომელსაც ასრულებენ სპეციალური სამსახურები და ამ სამსახურების შიდა სამუშაო არავინ არ იცის. იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება მე გასაჩივრდეს, ამიტომ ძალიან ბევრი ინფორმაცია იკრიბება, სანამ ვინმე თუნდაც იმ სასანქციო სიაში მოხვდება. ამიტომ იმის ილუზია, რომ ვიღაც აქედან ჩავა, ამუკა იქნება სხვა და იტყვისო იცი ეს კაი ბიჭი, ესეთი რაღაც არ არსებობს. ეს ჩასვიან ამოიღე. არა, ესეთი რაღაცა გამორიცხულია. მაგრამ რაც არ არის გამორიცხული, ეხლა მე გეტყვით. და ჩემილი ერთი მაგალითი მოგიყევით და დავწერე კიდევაც მეორე დღეს. ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 8 იანვარს პროკურატურას ჩაატარებინა მოწმენდილ ცაზე ბრიფინგი, სადაც პროკურატურამ თქვა, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მოწმეებად არიან, არც ის სამართლის საქმეა დაწყებული არაფერი, მოწმეებად არიან დაბარებულები ფულის გაათრებასთან დაკავშირებით. ეს საზოგადოებას ახსოვს. იმ დღეს ლონდონის ბირჟაზე, ლონდონის ბირჟის TBC ბანკის აქციონერებმა, რომელიც არის ათასობით ადამიანი და კორპორაცია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 400 მილიონი ლარის ზარალი განეცადეს ერთ განცხადების გამო. მეორე ბრიფინგი ჩატარდა 2 თვის მერე და ეს ციფრი გაიზარდა მილიარდამდე. და მესამე შეგიძლიათ მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ ეხლა ყველას აქვს მობილური ტელეფონი და ზუსტად მახსოვს შეგიძლიათ ნახოთ ეს გადაამოწმოთ აქციების ვარდა. მესამე განცხადება რომელიც გააკეთეს ჯერ სიცხლის სამართლები აღძრული არ არის ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის მარტო ბრიფინგი ერთი ქალბატონი რომელიც გამოდიოდა და კრედამოსილის სახით ესე ანგრევდა ქართულ ეკონომიკას. მესამე განცხადება ჩაითრია საქართველოს ბანკი და მილიარდს გადაცდა, მილიარდ ნახევარს გადაცდა ზარალი. ერთი დღის რა მოხდა? პირველი განცხადების მერე მე შევხვდა მენეჯმენტი და თქვა, რომ გამოსავალი არის ერთი. რომ ან ეს პრობლემა, ესე იყო გულწრფელი საუბარი იყო. ამ პრობლემას გადაყვება ყველა
იმიტომ რომ ახლა თუ სახელმწიფო გედავება რაღაცაში, მიუხედავად იმისა, აღზრულია საქმე თუ არ არის აღზრული საქმე, შენ უკვე აზარალებ აქციონერს, მენეჯმენტს, გაჩერდა $100 მილიონი კრედიტი აზიის განვითარების ბანკიდან, გერმანიის განვითარების ბანკიდან, DG-დან დაგვირეკეს და აი რასაც ვაპირებთ იმას ხელს ვეღარ მოვაწერთ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან დაგვირეკეს და გვითხრეს რომ სანამ გავერკვევით, იქნებ გადავდოთ, EBRD-დან დაარეკეს და ეს ხო უკვე დომინოს პრინციპია. მე და ბადრე მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩავეხსენით, გადავდექით ანაკლიის კორპორაციიდან და ყველა ბიზნესიდან და ეს პრობლემა წამოვიღეთ ჩვენსკენ. და ამით პირდაპირ მნიშვნელობით გადავარჩინეთ კორპორაციები, რომელთანაც ჩვენ ვიყავით ასოცირებულები. მიუხედავად იმისა, რომ არც ბანკში, არც სხვა კომპანიაში მე და ბადრის არასდროს არ ქონია საკონტროლო პაკეტი. ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა მეორე მაგალითი და მოგიყვანოთ. მეორე მაგალითი. თქვენ იცით ბორჯომში მე რამხელა ეს თქვათ ეპოპეა გადამხდა მე და ბადრი ჯაფარიძეს. აქვე მინდა გავმარტო ვისარგებლოთ თქვენი ესე თქვათ ეთერით. ძალიან ბევრი Facebook-ზე ხდება რომ ხაზარაძემ რუსებს მიყიდა ბორჯომი. აქვე მინდა ვთქვა ჯერ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე და ბადრის იქ ქონდა დაახლოებით 9% ბორჯომში. საკონტროლო პაკეტი ქონდა ბადრი პატარკაჩვილის ოჯახს, რომელსაც მართავდა ირაკლი რუხაძე და მათ საკონტროლო პაკეტი მიყიდეს ალფა ბანკის კომპანიას, რუსულ ბანკს. როცა ჩვენ ეს გავიგეთ, მე და ბადრი ამ ბიზნესს შევეშვით, გამოვედით, იმიტომ რომ პირდაპირ რომ მაშინაც ეს ვფიქრობდი, ეხლაც ვფიქრობდი, საკონტროლო პაკეტი რუსული ბორჯომის კომპანიაში, მე იქ ვერ ვიქნებოდი პარტნიორად. ჩვენ დავტოვეთ ეს ბიზნესი და გამოვედით. ზუსტად ომის დაწყების რამოდენიმე თვის მერე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მერე. რა მოხდა? მოხდა ის, რომ დასანქცირდა ფრიდმანი, ალფა ბანკის დამფუძნებელი და რა მოხდა? ზუსტად რამოდენიმე დღეში, რამოდენიმე ქვეყანამ აგრძელა ბორჯომის შეტანა თავის ქვეყანაში. რატო? იმიტომ რომ მისი საკონტროლო პაკეტის ფლობელი დამფუძნებელი იყო ბორჯომის დამფუძნებელი. დასავლური სანქციები მუშაობს ყველგან. რა თქმა უნდა, გაგრძელება რა მოხდა? სახელმწიფოს მოუწია, იცით ეს ისტორია, გამოსკიდა შემდეგ დღეს ახლა გუშინდელი ინფორმაცია ფრიდმანა ალფა ბანკიც გაყიდა, იმიტომ რომ მუშაობს ეს. რისი თქმა მინდა რა? ძალიან კაფიო არის ჩემი პოზიცია. ყველა ვინ ბიძინა ივანიშვილს ხარს უჭერს და ასაზრდოებს უნდა დასანქცირდეს. ეს იყო ჩემი პოზიცია, ამას იქაც ვამბობდი, ინგას გადაცემაშიც, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს გოგონა, რომელიც დგას და კარტოფილს წვავს, იმის უმოშევრად დატოვება. ან ადამიანი, რომელიც ბენზინს ასხამს, ან რომელიც ბრძოლად მუშაობს და ესეთი არის ათასობით ადამიანი. მე კარგად აგიხსენით, რომ აქ არა აქვს მნიშვნელობა, შენ გაქვს მთლიანი კომპანიის ფლობელობა, ნახევარის თუ 10%-ის ჩემ მაგალითზე გითხარით და ბორჯომის მაგალითზეც გითხარით. ეხლა ახსოვე მინდა გითხრათ, ჩემი ასევე ძალიან კაფიო გზავნილი იყო, რამდენად, არ ვიცი, რამდენად ესე თქვათ, გაიგო საზოგადოება, მაგრამ ზუსტად იგივეს ვიმეორებ, რომ ეს ბიზნესმენები, რომლებიც არიან ამ სიაში, ამათ კიდევ აქვს დრო, რომ ჩაეხსნან ბიძინა ივანიშვილს და არ ჩაყურენ მას პოლიტიკურ სამარეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის შანსი აქვს. თუ ამას არ გააკეთებენ, მე ადამიანურად, მე ამ ხალხს ყველას ვიცნობ. ადამიანურად მე ვიქნები მართალი, ისე როგორც მათ წინაშე და ისე როგორც იმ თანამშრომლების წინაშე, რომელსაც ვაფრთხილებ მე, რომ თუ ეს მოხდა, მათ პრობლემა ექნება სერიოზული. ვერ დაალაგებს ამას ვერავინ, იმიტომ რომ დომინოს პრინციპია, მე ეს გავლილი მაქვს. ორი კონკრეტული მაგალითი მოგიყევით. თან იქ არ იყო არც საერთაშორისო სანქციაზე, ჩემზე საუბარი და არც ის ხსამაც საქმეზე. ამ შემთხვევაში ბატონო მამუკა. ამიტომ რას ემსახურება თქვენი ეს განცხადება და ფრაზებიც, ხო? მე ცოტა უფრო ასე თქვათ დავაკრისტალებ, ასე თქვათ და ცოტა შეიძლება მკაცრად ჩანდეს ეს შეფასება. ზოგიერთ შეიძლება მოეჩვენა რომ ამაზე თქვენმა საუბარმა შეიძლება გაუმყაროს არგუმენტები იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილი განზრახვით საქართველოს ეკონომიკა რო არ ჩამოიშალოს, აი ეს უმსხვილესი ბიზნესები, ვიზაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს წარმოადგენენ, რომ ეს შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, სწორედ იმის გამო, რომ აი თქვენ რო თქვით, კარტოფილს რო წვავს ის თანამშრომელი თუ რო ასხავს ბენზინს, რომ ეს ამდენი ხალხი რო არ დაზარალდეს, შეიძლება ამის გამო შეყობნდეს ამ ბიზნესმენების მიმართ სანქციების ამოქმედება, ხო? რამდენად გავიგე არ ვიცი, მაგრამ
ეს მიმართვა უფრო ვისკენ არის ამ დიდ ბიზნესებში დასაქმებული ადამიანების მათი ოჯახების რო კოლექტივებმა აქტიურ უნდა ამ ბიზნესმენებზე წნეხი გააძლიერონ რომ გადაწყვეტილებები მიიღოს ამ ხალხს. ანუ მარტო ბიზნესგან კი არ მოდიოდოს წნეხი ამ ხალხზე და შიში. ქვემოდანაც რო გრძნობდნენ თავიანთი თანამშრომლებისგან. რა არის ორი გზავნილია ძალიან კაფეო. ვიღაცის დასანქცირება თუ უნდათ, გიორგი. ესე თქვა, კანდიდატების დასანქცირებულ კანდიდატების სიას არ გააკეთებენ. როცა სანქცია მოდის, ჩვენ ვიგებთ, რომ დასანქცირდა გომელაური, რომელიც ესე თქვა, მაგნიტსკის სიაშია და აქ ამათმა ესე თქვა დააწინაურეს, ხო? როცა არის დასანქცირებული სტატუსი, როცა არის დასანქცირებულ კანდიდატთა სია, იქ არის ბოლო გაფრთხილება. ამიტომ გზავნილი არის პირველი ამ ადამიანების მიერ, რომ გაეცალე, ჩამოეცალე და გაკიდე შანსი, რომ არ იყო ასოცირებული ამასთან. და მეორე, და არ დაინგრეს შენს გამო ამბავი და მეორე, იმ თანამშრომლებს უნდა უთხრა, რომ ეს ადამიანი არის საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ. და თუ ის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩამოშორდეს, მე გვიან იქნება, რომ შენ ესე ვთქვათ, სამუშაოზე დაბრუნდი ან არ დაკარგო. მე მგონი ძალიან გასაგებად, ზუსტად ეს თქვი ინგა გრიგოლიას გადაცემაში, უბრალოდ სიტყვა ადვოკატირებამ გამოიწვია ესე ვთქვათ, გაუგებრობა, ეხა ვიძახი და ყოველთვის გავიმეორო. ყოველთვის ვიქნები ქართული ბიზნესის ადვოკატი, თუ ეს დაჭირდება, იმიტომ რომ ერთადერთი რამაც ჩვენ შეიძლება გადაგურჩევნოს, ეს არის ძლიერი ეკონომიკა და პოლიტიკური ცვლილებები უნდა მოხდეს აუცილებლად, მაგრამ ამას არ უნდა გადავაყოლოთ ბავშვი წყალს. მე ძალიან ბევრი მესმის, მე ქუჩაში როცა მივდივარ ქუჩაში და როცა ხვდები ესე თქვა ამ აღელვებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა დაინგრეს. იქ არ უნდა იმას თქვა, ეს უნდა დაინგრეს, როცა ჩამოიშლება ყველაფერი, მე ეს არის კატასტროფა, ჩვენ ჩამოუშალეთ რამოდენიმეჯერ ამ ქვეყნის ეკონომიკა. მე ვიყავი ამ ქვეყანაში ჩემ თანაგუნდელებთან ერთად სამჯერ ბანკროტი და ამის აწყობა ესე არ არის მარტივად და იმიტომ რომ ერთი ადამიანი დაისაჯოს, რომელიც ასულდგმულებს ამის გამო არ უნდა გადააყოლო 10,000-ობით ადამიანი. ამიტომ ძალიან კაფე უზამელია. თუ ეს ადამიანი არ დგავს ამ ნაბიჯებს, მაშინ ჩვენ ხო მე და შენ თუნდაც ამ გადაწყვეტილებით გიორგი ხო ვიქნებით მართლები რომ ხმამაღლა მიუმართეთ. მე როგორც მივხვდით თქვენს მიერ ეს უფრო შიდა საზოგადოებისთვის და ამ ადამიანებისთვის გზავნილი იყო, მათ შორის ამ ბიზნესმენებისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებების. იქ მე ვთქვი რომ იცი რა იქ არის ბიზნესები, რომელიც მეტალურგიაზე გადის. მოდით რა მეტალურგია რო გაჩერდეს, იმიტომ რომ მისი ფლობელი არის დასანქცირებული, პრობლემაა ეს. ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამიტომ ეს ესე ვთქვათ, გზავნილი არის პირველ რიგში იმ ადამიანების მიმართ, რომ დროზე მოეგეთ გონს. აქ არ არის ლაპარაკი თქვენი ბიზნესის გადარჩენაზე. აქ არის ლაპარაკი, რომ ამას ეს ყველაფერი ჩაყვება ამას ყველაფერს და დროზე გაეცალეთ. ეს არის გზავნილი. დროზე გაეცალეთ ბიზნესს და დროზე გადაარჩინეთ თქვენი თანამშრომლები მომავალ ესე ვთქვათ უმუშევრობას. ეს არის ორი გზავნილი. და მოდით აქვე შევეხოთ ამ იაპონიის ისტორიასაც. ჩვენი ქვეყნისგან ერთი ძალიან შორს მდებარე ქვეყანა, რომელიც კია უკიდურეს აღმოსავლეთით, მაგრამ ამავე დროს არის დასავლური ცივილიზაციის, ანუ დემოკრატიული თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ივანიშვილი ყოველთვის ცდილობდა რისკები დაეზღვია, მათ შორის თავისი შვილების საცხოვრებელი ადგილმდებარეობების მიხედვითაც, მოქალაქეობების და ასე შემდეგ და რაღაცა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მანდამაინც კარგად არ მოქმედებს, თავადაც ისეთ ფაზაშია შესული, რომ საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი კონსტრუქციულად, მოდით ასე ვთქვათ, არ თანამშრომლობს საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომელმაც მეორეჯერ დარეკვის საფუძველი აშკარად ვეღარ იპოვა, იმიტომ რომ დიდი დრო გავიდა ახალ წლამდე მოხდა ეს ამბავი და სხვა შორის ხალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა ისეთი ფრაზა, რომ რა თქმა უნდა საქართველოსთან დაკავშირებით არაო პირიქით, მაგრამ ივანიშვილზე ხელი როგორც ჩანს მაკრონს ჩაქნეული აქვს, ანუ ევროკავშირს. მაკრონი იმ მომენტში არ ესაუბრებოდა ივანიშვილს მხოლოდ თავისი საფრანგეთის ან თუნდაც ევროკავშირის სახელით, ყოველს კარგად გვახსოვს, რომ ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა ტრამპის, თავად მაკრონის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მართალია მოკლევადიანი, მაგრამ შეხვედრა და კონსულტაცია. ამ ყველაფრის მიუხედავად ივანიშვილი მაინც აგრძელებს
კი არ აგრძელებს, ამწვავებს ურთიერთობას, ამძიმებს საქართველოში რეპრესიებს. ამის პარალელურად იაპონიიდან იღებს ძალიან მკაფიო სიგნალს მასთან და მის ოჯახთან დაკავშირებით. ეს მარტო ჟურნალისტური გამოძიების შედეგის გამოძახილია თქვენი აზრით იაპონიაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ მომრავლესობა არც იცის საერთოდ საქართველოს ასეთ ქვეყანა რო არსებობს და იაპონია არ არის თუნდაც ევროპული პოლიტიკური დღესასრიგის ნაწილი რო ეს საერთოდ აღელვებდეს. რა სიგნალი? პირველ რიგში უნდა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველდღურად შედის კუთხეში და ეს ქმედებები, კანონმდებლობის ცვლილება, ეს აგრესია არის ამის გამოძახილი. როცა კუთხეში ემწყდება ადამიანი, ის აგრესიული ხდება. იგი მას არ აქვს გამოსავალი. ერთ-ერთი გამოსავალი არის, რომ მას გონია, რომ ამ აგრესიით, ამ დაჭერებით და ამ ესე ვთქვათ რეპრესიებით რაღაცას გადატეხავს. გამორიცხული მომენტია, ეს არ მოხდება. გაცილებით დიდი მასშტაბური გამოსვლები იქნება და გაცილებით ძალიან ძლავრი პროტესტი იქნება. ამას მე გეუბნებით, იმიტომ რომ ჩემი და ჩემი თანაგუნდელები და მთელი ჩვენი პარტია, მთელი რეგიონების მასშტაბით, სადაც ახლა ჩვენ შეხედულს ვატარებთ, არის ამ განწყობაზე. ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის რუსულ პოლიტიკას ჩვენ არ დაუთმოთ. მიუხედავად ამ გაზრდილი ჯარიმებით, უზარმაზარი ფინანსური წნეხი და ასე შემდეგ. გამორიცხული მომენტი, გადავხედოთ ჩვენ ისტორიას. ამ საჭირო პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა გარკვეული დანაპირებიც გასცეთ წინასწარ, რა დანაპირები არის, ჩემი დანაპირები არის, თუნდაც მომავალში. ჩემი დანაპირები არის, მე ვთქვი და ლამის ფიციც დავდე გმირთა მოედანზე, როცა ჩვენ დიდი მარში ქონდა, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ბოლომდე შევეწირებთ, ბოლომდე. ანუ დავდებთ თავს, მე პირადად და მთელი ჩემი თანაგუნდელები იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომელსაც არასდროს არ ექნებათ იმის იარლი აკრული, რომ ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებული იყოს. რაც არ უნდა მოხდეს და თქვენ ნახავთ, აქ ხარ თქვენ, აქ ვარ მე, ამ ბრძოლაში ვარ მე შემოსული და ამ ბრძოლას მივიყვან ბოლომდე აუცილებლად. მე დარწმუნებული რომ ამ ბრძოლას ქართველი ხალხი ჩვენ მეგობრებთან ერთად მოიგებს. ეხლა დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას. აქ რაზე საუბრობდნენ, ეხლა ამ თემაში მე ვერ შევალ. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ შეხვედრა, ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის ყველაზე მთავარი მომენტი, რა გადასცა, რა იდო ჩანტაში. მე ესეთ სპეკულაციებში ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი სტილი. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ერთი რამ არის, რომ ეს არ არის ჟურნალისტური გამოკვლევა. ეს არის სპეცსამსახურების მიერ თვალთვალი, რომელიც საბოლოო ჯამში ჟურნალისტის ნიუსით გამოდის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს. იმიტომ რომ რატომ დაინტერესდეს იაპონური ჟურნალი და გეთანხმებით რომ იაპონიის მე მგონი 99% შეიძლება არც იცის ბიძინა საქართველოს შეიძლება იცოდეს, მაგრამ იქ რა ხდება და ასე შემდეგ, როგორც ახლა ბანგლადეში რა ხდება, ჩვენ იქ ვინ არის და რას აკეთებს, შეიძლება რამოდენიმე ექსპერტმა იცოდეს რა. ამიტომ ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ მისი ყველა მოძრაობა, სატელეფონო საუბარი, მისი ეს გადაფორმებები და შემდეგ არის ყველაფერი ხელის გულზე. მისი პანამიდან შემოტანილი თანხები, ერთადერთი ყველაზე დიდი ინვესტორი რო ყავდა თურმე და პანამიდან შემოდიოდა. ქართულმა ხალხმა არ დასვა კითხვა, რომ საიდან მოდის ეს ფული? და აქ როგორი ნარატივი შეიქმნა, იცი რომ საქართველოში ბიზნესის კეთება და იქიდან მოგების მიღება არის სამარცხვინო და თუ იქ რომელიღაც სხვა ქვეყანაში არასწორად ესე თქვა და შეიძლება კრიმინალურ ფულს აკეთებ და საქართველოში ხარჯავ, შეხარ კაი ტიპი. აი ეს ნარატივი შეიქმნა. სადღაც შეულობს და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ შეულობს, აქ ხო ხარჯავს, რაში ხარჯავს? რომ შენი ქვეყანა შეატრიოს იქ, სადაც ძლივს დავახციეთ თავი? რომ ეს იზოლირებული ვიყოთ? ამაში ხარჯავს, ამ ტვინის გამორეცხებში ხარჯავს? ამიტომ ეხლა მას უნდა დაუბრუნდე ტვინის გამორეცხაზე გამახსენდა რუხაძის მე ვერ უსმენე მის ინტერვიუს თავიდან ბოლომდე, რომ მე ამ ადამიანს ვიცნობ, ჩემი რეკომენდაციით დაიწყო მან ბადრე პატარგაშვილთან მუშაობა. და ადამიანს როცა ამერიკის პასპორტი გიდევს და გამოდიხარ და 5 წლის განმავლობაში, თუ მეტი ხნის განმავლობაში ტვინს ურეცხავ იმის აპირისპიროდ, რაც ქვია თავისუფლება, სამშობლოს სიყვარული, 300-მდე სიუჟეტი აქვს იმეც ჩემს წინააღმდეგ გასაშავებელი სიუჟეტი მომზადებული. და როგორ უნდა ვიწამო მე ამ ადამიანის, საერთოდ არ მწავს რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ უნდა დავიჯერო მისი სიტყვა, როცა 5 წლის განმავლობაში ერთხელაც კი მე არ ყოფილვარ პოლიტიკოსი ხაზარაძე, არ ყოფილვარ ბიზნესმენი რო ვიყავი, მაშინაც არ ყოფილვარ, მაგრამ აი ახლა მით უმეტეს ერთხელაც კი, რომ განსხვავებული აზრი კი არა, უბრალოდ ინტერვიუ აიღოთ ჩემგან. ეს ხო არის ტოტალიტარიზმისკენ მისული ამბავი. ამიტომ მე მასაც ვეუბნები, რომ დროზე მოვიდეს გონს ირაკლი რუხაძე, დროზე მოვიდეთ, მე სხვა საშუალება მასთან ურთიერთობის არ მაქვს. რამოდენიმეჯერ მივწერე და
პასუხი მივიღე რაღაცა, რაღაცა ბელეტრისტიკული პასუხი, მაგრამ არა აქვს მას პასუხი. ის არის რუპორი, მას ეშინია ბიძინა ივანიშვილის, ის არის გადაბმული ამ სისტემაში, ამიტომ ისევ როგორც ხვები. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეხლა ამაზე არ არის საუბარი. ჩვენი თავარი ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ. თავარი ფოკუსი დღეს არის კონსოლიდაცია. თავარი ფოკუსი არის ერთიანობა, მაგრამ ამ ერთიანობაზე როცა ვლაპარაკობთ, მე და გიორგი, ან ნებისმიერი, ვინც ამ ერთიანობაში არ უნდა ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმაზე, არ შეიძლება სხვადასხვა პლატფორმაზე ვიყოთ. ან ვართ ქუჩაში ხალხთან ერთად, თავისუფალი და ამ ხელისუფლებისგან ჩახსნილები, ყოველგვარი მანდატები და ამბებით და თუ არ ეხსნები, მაშინ თქვი რომ არა ვარ, მე კვაზი ოპოზიცია ვარ. მაშინ თქვი და გვეცოდინება. მე სანგარში ვარ და მე არ მინდა რომ სანგარში როცა ვარ და ბრძოლის ველზე ვარ. მე არ მინდა რომ ამ სანგარში ვიღაცამ უკან დამარტყას დანა. არ მინდა. მე ბევრჯერ მიმიღია მსგავსი რაღაცა, მაგრამ იმას გადახარშავ, როცა ბიზნესში ხარ, მაგრამ აქ მსგავსი რაღაცამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის გადაყოლა, იმიტომ რომ მოტრიალდებიან ვინმე ესენი ერთმანეთში ვერ დალაგებულან და ერთმანეთს ეჭიდავებიან და ერთმანეთს ვერ გაურკვევიან. ამიტომ ეს ბრძოლა კიდევ ვიმეორებ. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება და აქვე მინდა ვთქვა, მივმართო ყველა იმ საზოგადოებრივ, ესე ვთქვათ, მოძრაობას, შეეშვით ოპოზიციის ბულინგს თავი. ღმერთმა გაგიმარჯვოთ, თუ უკეთეს პოლიტიკურ პარტიას შექმნით. მე ვიქნები პირველი მხარდამჭერი, იმიტომ რომ მე ერთადერთი რამ მინდა, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს, თუ ვიღაცას აქვს იმის უნარი, რომ პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს, ინფრასტრუქტურა შექმნას, 5%-იანი ბარიერი გადალახოს, ხალხი აიყოლიოს, მე ვიქნები პირველი ტაშის დამკვრელი, მხარდამჭერი, ყველანაირად დავეხმარები, ყველანაირად ვითანამშრომლებ მას, მაგრამ როცა ერთ ფრონტზე ვართ ყველა ზოგი სტუდენტი, ზოგი დიასახლისი, ზოგი დაჭერილის დედა, ზოგი პოლიტიკოსი და განტებების ვაცის ძებნა მიდის, რომ შენი თავი ეს არ მუშაობს. მორატორიუმი მე ვიყავი პირველი და გახსოვს გიორგი, ხა ერთ-ერთი პირველი, მაგრამ მართლა პირველი ვიყავი, ვინც მორატორიუმზე გამოაცხადა, რომ თავდასხმების დრო არ არის ეხლა. ეხლა ერთმანეთზე თავდასხმების დრო არ არის. აქეთ ვარ ჩვენ, ორი ფრონტია. აქეთ არის რუსეთი, აქეთ არის თავისუფალი სამყარო. აი ეს არის. ამიტომ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ თუ აი ამ პრინციპებს დავაყენებთ. დიდი მადლობა. საინტერესო საუბარი გამოვიდა და ველით სხვათა შორის ამ თანამშრომლობისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს მომავალში ყველა გულშემატკივრობთ ამას. ბატონო მომგვას დავამშვიდობები.